მოგესალმებით, დღეს ვაპირებ ხინგლის ვიდეოს გაზიარებას. მაგითო გავაკეთე ხინგალი, სხვათა შორის ამჯერად გავაკეთე მარტო, სულ დედა მეხმარება ხოლმე. ვცადე რომ მარტო გავაკეთო ამჯერად და გავუხარდეს. დავუმატე სუნელები, გვიყვარს ჩვენ სუნელები. ჩვენაზე რა ვარ ვიყენებთ დიდად, მაგრამ ხმარობთ. მაგრამ ქართველები ძალიან ხმარობენ და მაგითო ძალიან ბევრი სუნელი დავუმატე. კონდარი, პაპრიკა, ნიორის ფხვნილი და ასე შემდეგ. გადავედით ცომის მოზელვაზე, რაც უფრო რთულია, მაგარი ცომი რადგან უნდა გამოგვივიდეს, ძალე გვჭირდება რომ კარგად მოვზილოთ. დედა მეუბნება ხოლმე რომ ცომს უყვარს მოზელვა და რაც უფრო მეტად მოზელავ, უფრო მეტი გემრიელიც იქნება. მოვზილე ცომი. კარგად მოვზილე, გამომივიდა მართლაც გემრიელი და მაგარი ცომი. ქაღალდივით, ესე რომ ვთქვათ, ესე რომ ამბობენ. გავაკეთე ბურთულები, ეს უფრო მემარდივება ხოლმე. მერე გადავედი, დაახლოებით 30 ცალი ბურთი გამომივიდა, მერე გავაბრტყელე, შუაგულში ვათავსებ, ასე რომ ვთქვათ, ხორცს, როცა მოვათავსებ. აი ცოტა რთული პროცესი, იმიტომ რომ გაზდის ხოლმე ძვენი და ეგ ცოტა მერტულება ხოლმე. ხინგლის ყველაზე სასიამოვნო ეტაპი პროცესი ჩემთვის ხინგლის გაკეთების ის არის რომ აი ფორმის მიცემა რა ძალიან მიყვარს და ვფიქრობ რომ გამომდის მიუხედავად იმისა რომ მარტო პირველად ვაკეთებ. ცოტა კარგად გამომდის ვფიქრობ. თქვენ შემიფასეთ, თუ გინდათ კომენტარებში დაზერეთ. გამომივიდა დაახლოებით 30 ცალი, მერე დედა გადმოვიდა ჩემთან დამეხმარა შეხვევაში, მე გავაბრტყელე. ძალიან მიყვარს სხვათა შორის აი ეს პროცესი ზუსტად, რომ ფორმას ვაძლევ. აი ესეთი გემრიელობები ნელ-ნელა გამოგვივიდა. ძალიან გვშიოდა ყველას, ერთი სული გვქონდა, როდის შევჭამთ. აი უკვე გადავდივართ ნელ-ნელა საბოლოოდ ვახლოვდებით ბოლოსკენ, ხარშავთ. აი ნახავთ როგორ გემრიელი ჩანს თქვენც. ეს პროცესი მსიამოვნებს ფორმის მიცემის მერე, აი მოხარშვის, მერე ნელ-ნელა ტივტივებს წყალში. ძალიან სასიამოვნო ერთ-ერთი თერაპია. აი ზუსტად ამ პროცესზე გეუბნებოდით. მართლაც ხინგალი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, ჩემთვისაც, ჩემ სამზარეულოშიც ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. მადლობა რომ მიყურეთ ბოლომდე, თუ მიყურეთ. თუ არ გამოიწერეთ არხი, გამოიწერეთ. შემდეგში უფრო სხვანაირი, საინტერესო და გემრიელი საჭმელებით მოვა თქვენთან. და თუ შეძლებთ კომენტარის დამიდოვეთ, რომელი საჭმელი გავაკეთო, რომელი თქვენი ფავორიტი საჭმელი ასევე. აბა ნახვამდის.